რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ სპიდის აუხრება და კონცენტრაციის დაცემა, მასში გამოიწვიოს წერების გახსნას და ამიტომ ჩვენ უმეტესად აი ამას ამრექს რომ დაგვიწყოთ. აქ არის განსხვავებული ჰაბიტატებში დარაჯებული საფანგები, ყველა ჰაბიტატის განსაკუთრებულად აღწერა მიმდინარეობს ხოლმე, რომელი მცენარეებია მოყვავილე გარშემო, რომელ სეზონზე რომელი ყვავილობს, რომ მერე შემდგომში დავაძინოთ მათი კორელაცია მწერებთან, როგორ ურთიერთობაში არიან, რამდენად განაპირობებს ამა თუ იმ ყვავილების ყვავილობა თუ იქ არსებობა, ამ მწერების იქ არსებობას და ასე შემდეგ. ეს არის აი აქტიური შეგროვების ესეთი მეთოდი მოწესრიგებით ესეთი